მე ვარ ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც საჭმელს ამზადებს. ამიტომ სადაც არ უნდა წავიდე ოჯახის ფარგლებში, ყველა ხელებში მიყურებს და ელოდებიან რა მივიტანე, ან რას მოვუმზადებ. დღეს ჩემ დასვეს სტუმრად და ჩემ დიშვილებს გამოვუძღვე ვაშლის ღვეზელი, ნიგვზით, ქიშმიშით და დარიჩინით. ბოლოს გაირკვა, რომ ერთ-ერთს ქიშმიში არ უყვარს. მეც მშვიდად მივმართე. ეხლა თუ არ გინდა ეს ღვეზელი თავში გესროლო, სწრაფად უნდა შეჯამოთქო. შეჯამა თუ არა, ამას მერე გეტყვით. გზად მაგნიტში გამოვიარე, ყველაფერი შევიძინე და წამოვედი დაზურგული. მაგნიტში ხშირად აქვს სხვადასხვა აქციები და მეც ძალიან მიყვარს იაფად პროდუქტების შეძენა. მალე სუნთქვაც ფასიანი გახდება და ამ დროს 10 პროდუქტს ვსვლარად რომ ვიძენ, რაღაც სხვანაირი კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. ღვეზელს რაც შეეხება, არის ნეტარება და არ გადარჩენა. კარაქში და შაქარში მოვშუშე კუბებად დაჭრილი ვაშლი, ქიშმიში, ნიგოზი და დარიჩინი და გადავიტანე გაბრტყელებულ ფენოვან ცომზე. შევახვიე ღვეზელი, წაუსვი კვერცხის გულის და მაწვნის მასა, კარგად დავშხვილდე და მოვაყარე შაქარი. ძალიან უხდება. ხრაშუნად კბილ ზედაპირს იკეთებს გამოცხობის შემდეგ. გამოვაცხე 180 გრადუსზე 25 წუთი და მცირედი ძალადობით ბავშვები ვასიამოვნე. გემრიელად მირთვით.